ზაფხულის მოსვლასთან ერთად იზრდება აქტიური მოგზაურობის სურვილი და მოსანახულებელი ადგილების სია. მოგზაურის დღიურს დატვირთული საზაფხულო სეზონი ექნება, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ მოგზაურობაში გაგაცნობთ ისეთ ადგილებს, რომლის მონახულების სურვილიც თქვენს აუცილებლად გაგიჩნდებათ. სასიხარულოა, რომ იზრდება იმ უცხოური ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ეს საშუალებაც გვაძლევს უფრო მრავალფეროვანი ადგილები და ბიუჯეტური მოგზაურობა დავგეგმოთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჟენევის მიმართულებით პირდაპირ ფრენით მივემგზავრები. ბილეთის საკმაოდ ხელსაყრელი ფასია და ამასთან ეს ქალაქი სულ რაღაც 2 საათის გზაზეა საფრანგეთის ლიონიდან. საიდანაც გეზი მაქვს აღებული. ამჟამად სწორედ საფრანგეთში, სილამაზითა და მრავალფეროვანი სანახაობით გამორჩეულ პროვანსის რეგიონში ვიმოგზაურებთ. საქართველოში ცოტა მოგზაურობის შემდეგ კვლავ ევროპისკენ ავიღე გეზი. თბილისიდან გამოვფრინდი ქალაქ ჟენევაში, საიდანაც 5 საათის გზავრობის შემდეგ ჩამოვედი ქალაქ ავინიონში, სამხრეთ საფრანგეთში და აქ ვიმოგზაურებთ. მართალია 2 წლის წინ უკვე ვიყავით აქ და რამდენიმე განსაკუთრებული ადგილიც უკვე მოვინახულეთ, თუმცა მაშინ ისეთი ადგილები ვერ ვნახე, რომელიც ძალიან მინდოდა დამეთვალიერებინა, ამიტომ ახლა გადავწყვიტე ჩამოსულიყავი და შემდეგი დღეების განმავლობაში სწორედ ამ ადგილებს მოვინახულებთ. ჩემს სიაში პირველი მოსანახულებელი ადგილი არის პატარა სოფელი ლაკოსტი, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. დღემდე აქ არის ქვით მოგეწლული ქუჩები, ძველი შენობები და თუ გნებავთ, რომ შეიგნოთ ფრანგული სული და ძველი არქიტექტურა, ეს ის ადგილია, სადაც უნდა მოხვიდეთ და სიმშვიდეში იმოგზაუროთ, ვინაიდან ტურისტებში არც ცნობილი სოფელია, მხოლოდ ფრანგები მოგზაურობენ, მაგრამ დამინჯერეთ ძალიან მოგეწონებათ აქ თუ მოხვალთ. არქიტექტურის გარდა გარშემო ისეთი ხედებია, დარწმუნებული ვარ, თუ აქ მობრძანდებით, თქვენ შემსავით მოგეწონებათ და დატკბებით ამ არაჩვეულებრივი გარემოთი. ამ სოფლის უმთავრესი შენობა ციხე-კოშკია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში გრაფების სამფლობელო იყო. მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი აჯანყების დროს ის საგრძნობლად დაშავდა და გაიძარცვა. მომდევნო საუკუნეებში, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის დროს, დასახლების უდიდესი ნაწილი დაზიანდა. 1990-იან წლებში ციხის ნანგრევები მოდის დიზაინერმა პიერ კარდენმა შეიძინა და 1994 წლიდან იქ მუსიკალური და თეატრალური ფესტივალები იმართებოდა. ამასთან ლაკოსტში არის ხელოვნების სკოლა. აქ არაერთი მხატვარი ჩამოსულა, რომ შთაგონებულიყვნენ სოფლის გარემოს სიმშვიდით. შეიძლება ითქვას, რომ ეს სოფელი მთლიანად ხელოვნებით ცხოვრობს. სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას, სოფლებთან, ქალაქებთან და განსაკუთრებული არქიტექტურასთან ერთად ძალიან ხშირად ხვდებით ხიდებს. ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი, რომელიც ლაკოსტთან ახლოს იყო, არის ეს ხიდი, რომელიც ძველი რომაული ხიდია და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით. ამ დროის განმავლობაში გადარჩა და ჩვენამდე მოაღწია. ეს ხიდი გამოიყენებოდა ასევე მანქანებისთვის, მაგრამ 2005 წლიდან ეს გზა დაიკეტა, მხოლოდ ველოსიპედებს და ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ ამ ხიდით სარგებლობა. მისი სიგრძე 80 მეტრია, სიმაღლე კი 11.5 მეტრი. ის ანტიკურ დროში უმნიშვნელოვანეს გზაზე მდებარეობდა, რომელსაც ვია დომიცია ეწოდებოდა.
ხიდი რომის იმპერიას საფრანგეთში მდებარე თავის ტერიტორიებთან აკავშირებდა. ის გამოირჩევა ღიობებით, რომელიც წყალდიდობისას წყლის გასატარებლად იყო გათვლილი. პროვანსის ტერიტორიაზე ბერძნებმა კოლონიები ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში დაარსეს. ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა, სადაც შექმნეს თავიანთი პროვინცია. დღევანდელი სახელი პროვანსი სწორედ აქედან მომდინარეობს. ალპების სამხრეთით ის იყო პირველი რომაული პროვინცია მის საზღვრებს გარეთ. პროვანსი საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც სულ მცირე 2600 წელია ღვინოს ამზადებენ. ამ რეგიონის არსებობის განმავლობაში მევენახეობასა და მეღვინეობაზე გავლენა მოახდინეს პროვანსში არსებულმა კულტურებმა, მათ შორის ძველმა ბერძნებმა, რომაელებმა, გალებმა, კატალონიელებმა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ამ რეგიონში ფრანგულ ვაზის ჯიშებთან ერთად ხვდებით ბერძნულ, იტალიურ, ესპანურ ჯიშებს. დღეს რეგიონი ძირითადად ვარდისფერი ღვინით არის ცნობილი, თუმცა ღვინის კრიტიკოსები თვლიან, რომ რეგიონის საუკეთესო ღვინოები ცხარე, არომატული წითელი ღვინოებია. ამჟამად ვარდისფერი ღვინო პროვანსული ღვინის წარმოების ნახევარზე მეტ შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო რეგიონის წარმოების დაახლოებით მესამედს. საფრანგეთში მოგზაურობისას ღვინო რო არ დავაგემონოთ და არ გავეცნოთ, ფრანგულ ღვინოს ალბათ წარმოუდგენელია და მოდით ერთ-ერთ საინტერესო ადგილას შატოში, სადაც ჩვენი მაწმიძელი გავგაცნობს აქაურ ღვინოს შესახებ მოგუყვება და ის So, welcome at Château Lacanorgue. Lacanorgue is a family winery, which has been in my family for 6 generations. So it's actually a very old winery, and it was the first organic winery of the region. So my parents were pioneering the organic farming, and they started beginning of the 70s. And we have now 40 hectares, of course, all organic and biodynamic. Wow. Sounds good. And the wine is very traditional in the region. So the AOC Luberon is very famous for the wine, and we have a very nice soil, a great climate with warm weather and beautiful weather, as you can see today, and cold influence from the mountains. So we have a lot of freshness in the wines, which is good for the quality of the wines. Did you sell these wines only in this region, or maybe export to other countries? Or Oh, we do. Of course, we do sell in the region and also export in several countries. And how many bottles you produce if it's? So a normal year will be more or less 200,000, which is an average size production for the region. You have very big wineries and very small ones, so we're really in the middle. Yes, so I've already tried wine from Georgia, and I looked for the way it was vinified and the culture of wine in Georgia, which seems to be very old. Also a very good tradition, and I've tasted what I remember is the kind of oxidation, roundness, concentration, a lot of aromas, so very interesting wines. The complexity was great. Oh. So yeah, this was I'm glad to hear. Great. And you produce like red, white, and rose? Yes, the three colors. The three colors. So we also have amphoras to age the wine, but in the cellar, not in the ground. So it's also here is actually a place where the Romans were already producing wine. You have few kilometers from here the Roman bridge, Pont Julien. And we also have some antiquities here proving that the Romans were already producing wine here in the region. So amphoras were actually used for the Romans wines, and it was interesting for us to also use amphoras for the aging of the wine. ეს ქალბატონის გვესაუბრა ღვინის შესახებ არის ამ შატოს ფლობელი და სწორედ ის აწარმოებს ღვინოს აქ. კლიმატიდან გამომდინარე ამ ღვინოთა უმრავლესობა არის მშრალი. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ დავაგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს, რა თქმა უნდა. ეს არის
ტრადიციული წითელი მშრალი ღვინო, რომელიც შედარებით მსუბუქია. მეორე არის ასევე ტრადიციული, ოღონდ შედარებით ძლიერი და ბოლო არის კაკაოს, შოკოლადის არომატით, რომელიც როგორც აგვიხსნეს, იმ კაციდან გამომდინარე მიიღება ეს გემო, სადაც მას ინახავენ. დავაგემონებ პირველს. ტრადიციული ქართული მშრალი წითელი ღვინოდან განსხვავდება. მართლა მსუბუქია, ეტყობა. აი შედარებით ძლიერი ღვინო, როგორც გითხარით და უკვე სუნზეც იგრძნობა ძლიერი და მრავალფეროვანი არომატები. და გემოც უფრო მრავალფეროვანი აქვს, ბევრი არომატი იგრძნობა და აშკარად ძლიერია. აი ეს ბოლო უკვე შოკოლადის. ვა, ესეთი ღვინო არ გამისინჯავს. არომატიც უკვე კაკაოს ხო შოკოლადის არის. ძალიან გემრიელია. სამი კარგი იყო, მაგრამ ალბათ სახლისთვის ვიყიდი წითელ მშრალ ტრადიციულ შედარებით ძლიერ ღვინოს, იმიტომ რომ შედარებით უფრო ქართულ არომატებთან ახლოს არის და ასეთი ღვინოები უფრო მომწონს. დეგუსტაციის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი რჩეული ღვინოთ შეიძინოთ. ერთ-ერთი პოპულარული ფილმის შემდეგ შატოს მონახულების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი მასპინძლის თქმით, ხშირ შემთხვევაში ეს არასასიამოვნო იყო. ზოგიერთი ღამით იპარებოდა ტერიტორიაზე. ხშირი იყო დრონების ჩამოვარდნის შემთხვევა, რაც რა თქმა უნდა კანონდარღვევადსაა და ყველანაირ ეთიკის ნორმებს ცდება. აქ მხოლოდ ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად უნდა მობრძანდეთ. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და კარგადაც გაგიმასპინძლებიან. ჩვენ ქალბატონმა ღვინითაც დაგვასაჩუქრა. შატოს დატოვების შემდეგ მივდივართ ერთი გამორჩეული სოფლისკენ. ადრინდელი მოგზაურობის დროს მოვინახულეთ საფრანგეთის ულამაზესი სოფლების ასოციაციის წევრი რამდენიმე სოფელი. სოფელი ღუსილონიც ამ ასოციაციის წევრია და სწორედ მას მოვინახულებთ. სოფელს ცნობადობა არ აკლია, ამიტომ აქ ბევრი ტურისტია და მეც მათთან ერთად გადავაადგილდები ულამაზეს ქუჩებში. სოფელი განთქმულია ოქრის კარიერებით, რომელთაც ის არის გარშემორტყმული. ოქრა ბუნებრივი პიგმენტია, რომელიც წარმოიქმნება ქვიშიან ნიადაგებში. რკინის ოქსიდი ქვიშას საოცარ ფერებში იღებავს, ყვითელიდან მეწამულამდე. მე-18 საუკუნის ბოლოდან 1920 წლამდე აქ ოქრა მოიპოვებოდა სამრეწველო მიზნით, მაგრამ გარემოს დაცვის მიზეზით მისი მოპოვება შეჩერდა და ახლა ღუსილონი პოპულარული ტურისტული ადგილია. ღუსილონში ყველა სახლი აგებულია ადგილობრივი მასალისგან და შეღებილია ოქრის სხვადასხვა ფერებში. ექსპერტები ითვლიან ოქრის 17 ტონალობას. თითოეული ქუჩა თითქოს ფერწერული ტილოა, ოქროსფერის, წითელის, ჟოლოსფერისა და ვარდისფერის ნაზავით. სახლების ფასადები დაფარულია ნათელი ფერებით. ფანჯრები და კარები შეღებილია ღია ყვითელ ფერებში. სოფლის ამჟამინდელი ლანდშაფტი ბუნებრივი ეროზიისა და ადამიანის მიერ კარიერის გამოყენების შედეგია. აქ არის პატარა სალაშქრო ბილიკიც, რომლის გავლის შემთხვევაში უფრო ახლო დანახავთ ულამაზეს წითელ მთებს. მისი გავლა ფასიანია, ერთი ბილეთი 2.5 ევროების. მთელი ბილიკი არის წითელი ქვიშით დაფარული, გარშემო არის უზარმაზარი ხეები და ახლა სიცხე არის და გვეხმარება რომ შედარებით გრილად გადავაადგილდეთ. რასთავია გარშემო არის წითელი კლდეები, საოცარი ფორმა აქვს და ასეთ ადგილას სეირნობა არაჩვეულებრივი თავგადასავალია ჩემი აზრით. თუ მობრძანდებით ამ ქალაქში, აუცილებლად გამოდით ამ ბილიკზეც. ბილიკზე გადაადგილებისას ძლიერი ალერგიული რეაქცია მქონდა. მიზეზი ვერ დავადგინე, მაგრამ თუ თქვენს გაწუხებთ ალერგია, გირჩევთ წინასწარ მიიღოთ პრეპარატი. ტურიზმის გარდა კომუნის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. მოჰყავთ ხილი, მათ შორის ალუბალი, ატამი და ნესვი. ღვინის წარმოება მაღალ დონეზეა. აწარმოებენ წითელ, ვარდისფერ,
და თეთრ ღვინოებს. სამხრეთ საფრანგეთი მდიდარია მრავალფეროვანი არქიტექტურით, ულამაზესი ბუნებით, ვენახებით, ლავანდების მდელოებით, შთამბეჭდავი კანიონებით. ერთ-ერთი გამორჩეული კი ლაღდეშის კანიონია, სადაც კაიაკებით მდინარეზე დაშვება მაქვს დაგეგმილი. იქ პირველად 8 წლის წინ ვიყავი და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ვინაიდან გრძელი მანძილის გავლას ვაპირებთ, მეგობრებთან ერთად დილით ადრევე მოვედი ერთ-ერთ კომპანიაში. ადგილზე გაგვაცნეს ცურვის წესები. წონის მიხედვით მოგცეს დამცავი ჟილეტები და მანქანით წაგვიყვანეს ტურის საწყის წერტილში. მოვედით უკვე მდინარესთან, საიდანაც დაიწყება ჩვენი განსაკუთრებული ტური და ეს არის კაიაკების ტური და დავეშვებით მდინარეზე და გავივლით 35 კილომეტრს. საკმაოდ გრძელი მანძილია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად გავივლით, დაახლოებით 5-6 საათი დაგვჭირდება ჩვენზე დამოკიდებული რასის რაფითვირით. ამ ტურის საფასური არის 38 евро, სადაც შედის ასეთი კაიაკი, ასევე ესეთი შენახველი საკანი, შეიძლება ესე დავარქვათ, სადაც ჩვენს ნივთებს შევინახავთ აქ, რომ არ დაგვიშველდეს და უკვე ვემზადებით გასასვლელად და გზადაგზა გაგაცნობთ, რას დავათვალიერებთ, როგორ იქნება და იმედია, კარგი თავგადასავლები გამოგვივა. წავედით. თუ 35 კილომეტრიანი ტური გებევრებათ, უფრო მოკლე ტურებსაც გვთავაზობენ, 8 ან 12 კილომეტრიანი მანძილებით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორებით შეგიძლიათ საფასურის გადახდა. კაიაკისთვის საჭირო ინვენტარის გარდა, მანქანა მიგიყვანთ საწყის წერტილში და დაგვხვდებათ საბოლოო დანიშნულების ადგილზე, საიდანაც მთავარ ოფისთან დაგაბრუნებენ. ასევე, რამდენიმე ადგილზე ხავთ ფოტოგრაფები და ტურის ბოლოს შეგიძლიათ ერთი ფოტო უფასოდ მიიღოთ. თუ უფრო მეტი მოგეწონებათ, რაოდენობის მიხედვით გადაიხდით შესაბამის თანხას. არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი ლოსიონი. ამ რეგიონში საკმაოდ მწვუნვარემზეა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა აიცილოთ მისგან დამწვრობა. კაიაკით ცურვა ერთგვარად ინსტინქტურია, რომელსაც მალე აითვისებთ. მთავარია ბალანსი დაიცვათ, სწორად იხმაროთ ნიჩაბი და საფრთხისგან დაზღვეული ხართ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწრაფ დინებაში რიჩფის აქტიურად მოსმა, რომ დინებას აჯობოთ და თავის ნებაზე არ წაგიყვანოთ. ასეთ შემთხვევაში ამოტრიალება გარანტირებული გაქვთ, ამიტომ მთავარია დინებას არ დაემორჩილოთ და აქტიურად მოусვათ ნიჩაბი. თუ გადმოვარდებით, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. კაიაკთან მალე უნდა მიხვიდეთ. ნაპირზე გასვლით, ან შედარებით მდორე წყალში ამოატრიალოთ და თავიდან აძვრეთ. მოვდივართ შვენივრად. წყლის დონე არის იდეალური და სადაგზა ესეთ საინტერესო ადგილებს გამოვდივართ. ჯერჯერობით შვენიერია, ბევრი ხალხი არ არის, რაც კარგია იმ კუთხით, რომ არავინ არ დაგვეჯახება, მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები ვართ და ჯერჯერობით შვენიერად მოძრაობთ. დინება არც ისეთი სწრაფია, ხედებით შვენიერი და ტკბებით არ ემარეთ. იმედია, უკეთეს ხედებიც გადაიშლება ჩვენ თვალწინ და ყველაფერი კარგად ჩავიდეს. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი თავგადასავლები გველოდება წინ. ალბათ ამ ტურის უმთავრეს სანახაობასთან გამოვიდით. ასეთი თაღია ბუნებრივი და ძალიან მაგარია. ძალიან მომწონს. საკმაოდ აქტიურად მოძრაობთ. სადაგზა გრილდებით კიდეც და შვენიერი ტურია, მოგდეთ. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად არის.
თურმის დროს შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილზე გაჩერდეთ და ისე შეცუროთ, ან გადმოხდეთ გასაგრილებლად. ძალიან სასიამოვნო წყალია, განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის დღეს. რამდენიმე კილომეტრის გამოვლის შემდეგ მოვედით თავარ ადგილთან და გადმოვედით ნაპირთან, რომ პატარა შესვენება გავუკეთებინა. სიცხიდან გამომდინარე აუცილებელია რომ ბევრი სითხე მივიღოთ და ასევე ძიდან გამომდინარე ჯობს რომ დამცავი კრები წავისვათ. ჩვენს წავიხემსეთ, წყალიც დავლიეთ, კრემის წავისვით და უკვე გავაგრძელებთ გზას, ვინაიდან საკმაო მანძილი დაგვჭა კიდე გასავლელად და რომ არ ჩამოვჩეთ განდრიგს, ჯობს რომ გავაგრძელოთ და დავტყვეთ ამ არაჩვეულებრივი ხედებით. ვაგრძელებთ კაიაკით დაშვებას. ენერგიებით დამოხტული კიდევ უფრო მოწადინებით უსვამ ნიჩაბს და გარშემო არსებული ხედებით ვტკვები. ზად ვხედავთ პატარ-პატარა სანაპიროებს. ადამიანები ახლოს აჩერებენ მანქანას და დროს აქატარებენ. კაიაკიდან არ ჩანს, მაგრამ როდესაც ადრე ვიყავი, მახსოვს, როგორი მოწესრიგებული საკარვი ადგილები იყო. ამიტომ, თუ კაიაკით დაშვება გაშინებთ, შეგიძლიათ რომელიმე სანაპირო აარჩიოთ და ისე განიტვირთოთ და გაერთოთ სანაპიროზე. მონაკვეთები გამოვიარეთ, ერთხელ გადავარდი კიდეც, თუმცა რა თქმა უნდა, როცა ჟილეტი გაქვს და მზად ხარ ამისთვის, ყველაფერი კარგად დამთავრდა და დასთავრდა გავგრილდით. აბა, რაღაცა კაი დაშვება გვიწევს და. აბა. რთულია ამ ხედებს უყურო და სულ კონცენტრირებული იყო, მაგრამ კარგად გავგრილდი და უფრო მეტად ყურადღებით ვცურავ. ხედებით კი დრო დინებისას ვტკბები. დრო და დრო კი ნაპირზე ვჩერდებით გასაგრილებლად. ასე სიცხეში ცურვა ერთი სიამოვნებაა.
ექსტრემალური თავგადასავლებით სავსე დღე გამოვიდა. თუ პროვანსში მოგზაურებთ, ყველას გიჩვევთ ერთი დღე გამოყოთ კაიაკის თავგადასავლებისთვის. 35 კილომეტრის გავლის შემდეგ მივედით საბოლოო დანიშნულების ადგილას, საიდანაც მანქანით წაგვიყვანეს საწყის წერტილში. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება სამხრეთ საფრანგეთის თავგადასავლები. არ გამოტოვოთ, გამოგყევით.